საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია და თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა Art Express-ი. მე ხათუნა მანაგაძე ვარ და თქვენთან ერთად ვფიქრობ საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი. პირველი სტუმარი სანამ წარმოგიდგენთ, თქვენთვის მე ვფიქრობ ყველასათვის კარგად ნაცნობია, მაგრამ სანამ მას შევხვდებით, მოვისმინოთ ერთი მცირე ფრაგმენტი. დავბრუნდით სტუდიაში, თქვენ უსმენდით მარიანა ბერიძეს, სოპრანოს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მოწვეულ სოლისტს. მარიანა ჩვენთან ერთად არის. საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა ხათუნა მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ასევე, რომ მოახერხე და ხარ ჩვენი სტუმარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი სიახლე გაქვს მას შემდეგ, რაც ბოლოს შევხვდით ერთმანეთს და მე ვფიქრობ, დიდი ხნის წინ შევხვდით. მაშინ იყო საუბარი უცხოეთში ტურნეებზე, საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ყველაფერი თბილისის ოპერის თეატრამდე. მოდით ვისაუბროთ დღეს რა რეპერტუარი გაქვთ, რა სპექტაკლებში ხართ დაკავებული და მე უკვე დეტალებზე. დიახ, უპირველეს ყოვლისა ვიტყვი იმას, რომ სპექტაკლებით, ესე ვთქვათ, განებივრებული გვყავს მაყურებელი. გარდა იმისა, რომ რაც რეპერტუარში უკვე ყარად არის სპექტაკლები, ამის გარდა ძალიან ბევრი ახალ-ახალი საპრემიერო სპექტაკლები იდგმება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. აი სულ ახლახანს ლეონ კავალოს ჯამბაზების პრემიერები დაიწყება და მაყურებელიც სულ მოუთქმელად ელოდება. რა შეასრულებთ? ეხა ხანს იყო კეთოს სპექტაკლები. კეთოზე ცალკე ვილაპარაკებთ. და ანუ სამომავლო გეგმებზე მეუბნებით. ეხა როდესაც დასრულდება ლეონ კავალოში არ ვიღებ მე მონაწილეობას. ლეონ კავალოში ჯამბაზებში მე არ ვიღებ მონაწილეობას. უბრალოდ როცა დასრულდება ეს სპექტაკლები, განმეორება მოხდება კარლოფის კარმინა ბურანასი, ეს გახლავთ არაჩვეულებრივი დადგმა, სინთეზი ბალეტთან, რომელიც მართლა საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე და არა მარტო მაყურებელზე, თვითონ შემსრულებლებზეც.
რაღაც მისტიურ სამყაროში გადავყავართ ამ მუსიკას და თვითონ დადგმასაც არაჩვეულებრივი დადგმა გახლავთ და მაყურებელი რაც მთავარი ყოველთვის კმაყოფილია და ამის შემდეგ, როდესაც ეს კარლოფის კარმინა ბურანა განმეორდება, იგეგმება საპრემიერო სპექტაკლები მოცარტის დონ ჯოვანის ოპერა დონ ჯოვანის, სადაც დანიშნული ვარ ცერლინას, მუზეტას ვუსვენდი და ცერლინას როლზე და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი როგორც წინა სპექტაკლები ესეც უდიდესი წარმატებით ჩაიგდეს. რასაკვირველია, ძალიან საინტერესო მომენტია, როგორ იწყება როლზე მუშაობა და როგორი რა გზებს გადის ადამიანი, რომელმაც დაიწყო მუშაობა, დაუშვათ აუდიტორიებში მუშაობიდან უკვე სცენამდე. დიახ, ეს ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, კომპონენტებს მოიცავს, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად უნდა გაეცნო ლიბრეტოს, შემდეგ თითოეული, ასე ვთქვათ, ტაქტიდან ტაქტამდე უკვე სიღრმისეულად ვიწყებთ მუშაობას. ლიბრეტოს გაცნობის პროცესი ეს არის დამოუკიდებელი სამუშაო. დიახ, უფრო თავის თავთან, რა თქმა უნდა, ხდება მუშაობა და შემდეგ ეს უფრო სიღრმისეულად რეჟისორებთან, მარაჩვეულებრივ რეჟისორებთან, რომლებთანაც გვიწევს მუშაობა ოპერის თეატრში, უფრო და უფრო ღრმავდება და უფრო სამაგიდო ტიპის რეპეტიციები თუ არის, აი როგორც დრამაში. სამაგიდო იმდენად არა, უფრო ყოველ ჯერზე, რა თქმა უნდა, ხმით მომღერალი არ გადის რეპეტიციებს, მაგრამ ისე რომ ადვილად მისაღები იყოს ჩვენთვისაც და შემდეგ რაც ჩვენ რო ადვილად ვიღებთ მაყურებელიც, რა თქმა უნდა, ადვილად აღიქოს. ყოველთვის საინტერესოა თუ გაქვთ თქვენი პოზიციები გარკვეული პარტიების შესრულების დროს და თუ შეუძლია რეჟისორს გათვალისწინება. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც რაღაცა დისკომფორტი ვთქვათ, გაქვს, აი მაგალითად გერმანიაში მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ცოტათი უხერხული მომენტები იყო და თვითონ მითხრეს, რომ გრძნობთ თუ არა კომფორტულად თავს აი ამ გარემოში ვთქვათ და რა თქმა უნდა, ყოველთვის მე ჩემს პრაქტიკაში ყოველ შემთხვევაში არასდროს არ ყოფილა ის მომენტი პირიქით, ძალიან კომფორტულად. თუ გქონიათ დაუშვათ აი თბილისის საოპერო თეატრზე ვთქვათ, რეჟისორისგან ისეთი შეთავაზება დაუშვათ, რაც ფიზიკურად მძიმეა თქვენთვის, აი რაღაცა დღეს ხო ოპერის თეატრი უკვე ცოტა უფრო დინამიური გახდა გაცილებით, არა, სამსახიობო ელემენტები შემოვიდა, რაღაც პლასტიკის ელემენტები შემოვიდა, რაც ეხლა წესით არ უნდა გაგიჭirdეთ, იმიტომ რომ გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებითაც, ხო? აი თუ იყო ესეთი შემთხვევები, სადაც ძალისხმევა დაგჭირდათ ფიზიკური. აი, ეხა რაც უცებ მახსენდება, რო ვუყურეთ ეხა მიუზეტას ვალს, აი იქ იყო ის მომენტი, რომ ზედმეტად მოხდა გადახრა, ესე ვთქვათ, ქორეოგრაფიული ნომერი, რომელიც ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში მოვხვდი, მაგრამ სცენა იმის არის, რომ ეს ყველაფერი დაიმალოს, პრობლემა შემექმნა, ზედმეტად გადავიხარე, გავიხსენე ეს ცეკვას, როცა დავდიოდი ის პერიოდი და მოუმზადებელი აღმოჩნდი, ესე ვთქვათ და არის ისეთი სპექტაკლის დროს, აი ეხა იყო სცენა და გამახსენდა ეხა და შემდეგ როდესაც ადიხარ აი პატარა სკამი მაგიდა ჩანს, ისიც ცოტა ცეტრი უნდა ამეღო, რომ ცოტა ყარად ყოფილიყავი. და არის ესეთი გაუთვალისწინებელი მომენტები, რასაც წინასწარ ვერ დაგეგმავ, მაგრამ რაღაცნაირად ესე ვთქვათ, ვიძვრენთ თავს. მოცეკვავის გამოცდილება მაინც ძალიან დიდია და ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულად მინდა ვისაუბრო ქეთო და კოტეზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს პარტია ძალიან აქტუალური გახდა თქვენთვის და ქუთაისშიც შეასრულეთ, როგორც ვიცი. განსხვავებული რეჟისურა იყო ქუთაისის. ქუთაისში საკმაოდ ესე ვთქვათ, სპონტანურად მოხდა ჩემი ჩასვლა, მეგობარმა ჩემმა არაჩვეულებრივმა კოლეგამ თხოვა მისი შეცვლა, ემთხვეოდა გარკვეული მიზეზების გამო. ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან კარგად მახსენდება ქუთაისშიც დადგმული ქეთო და კოტე, მაგრამ რაც შეეხება თბილისს, ძალიან ესე ვთქვათ, იმდენად ახლოს არის ეს დადგმა მაყურებელთან, რომ აი განსაკუთრებით ქორწილის სცენა, როდესაც არის ამფითეატრიდან შემოდის ქეთო და კოტე, ეშვება პარტერში და შემდეგ იყოფა ჩვენი
გზები და ავდივართ ხიდით, გადავდივართ სცენაზე. იმდენად ესე ვთქვათ, ახლო კონტაქტი გვაქვს მაყურებელთან, ბავშვების გაფართოებულ თვალებს რო ვუყურებთ, ყველაფრად ღირს მართლა და იმდენად დიდი დაინტერესება აქვს, რომ ამაზე დიდი ბედნიერება მომღერლისთვის არ ვიცი რა უნდა იყოს, რომ სულ მოუთქმელად რო ელოდება მაყურებელი, აი როდის იქნება ყოველ ჯერზე ქეთო და კოტე და არა მარტო ქეთო და კოტე, ესე ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი დაინტერესება არის უკვე ოპერის და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამით. და ეს არის დადის სპექტაკლებზე და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და სხვათა შორის ქეთო და კოტე არის ოპერა, სადაც რეჟისორულ გადაწყვეტას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შეიძლება დრამატურგიულად გარკვეული პრობლემები შეიქმნას. და აი ეს მართლაც ახლა ხო, აი ჩვენი რეჟისორი ივანო ხუთიშვილი ამას ძალიან კარგად ართმევდა თავს, აი განსაკუთრებით ქეთოს არის სცენაზე იყო ისეთი მომენტები, როდესაც აი ქეთო თავს აჩვენებს თითქოს და გულზე მისდის და შემდეგ შეიქმნება მთელი ამბავი სცენაზე და ყოველთვის გვეუბნებოდა რომ ანუ შეძლებთ თუ არა ანუ ჩვენ ანუ ვოკალს არ არგებდა ასე ვთქვათ სცენას ანუ ჩვენ ვარგებდით ვოკალს სცენას და ყოველთვის ამას ითვალისწინებდა და ძალიან კომფორტულად და ძალიან ესე ვთქვათ კარგ გარემოში დაიდგა ქეთო და კოტე სპექტაკლები საპრემიერო. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ტენდენცია, რაც ზოგადად ევროპაში დამახასიათებელი იყო მე-20 საუკუნის უკვე საკმაოდ აი პირველი ნახევარიც კი, სადაც რეჟისორის დომინირება საყვედურობდნენ ხოლმე ვოკალისტები საოპერო თეატრებში, დღეს ჩვენთანაც დაიწყო და ეს პირიქით ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ უფრო მობილურს ხდის და უფრო მისაწვდომს ხდის საოპერო სპექტაკლებს და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ახალგაზრდებიც უკვე დაინტერესდნენ და დადიან. თუმცა აი მე არ მახსენდება ისეთი ესე ვთქვათ რეპეტიციები, სადაც დირიჟორთან, უბრალოდ რეჟისორთან ერთად დირიჟორი არ ყოფილიყო ბატონი რეზო დაკიძე, თითქმის ყველა რეპეტიციას ესწრებოდა რეჟისორთან ერთად და ძალიან ბევრ რაღაცებს ერთად ითვალისწინებდნენ, რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. ეს არის სინთეზური ხელოვნება და ყველაფერი მოიცავს ერთობლიობას. ძალიან მიხარია, რომ აი ამ საოცრად საინტერესო გუნდში აღმოჩნდით და გაქვთ საშუალება განვითარების და რაღაც რამდენად გეგმავთ უახლოეს პერიოდში უცხოეთის ტურნეებს და თუ გაქვთ დაგეგმილი. დიახ, სამომავლო გეგმები არის, უბრალოდ არ მინდა ხოჯერობით შედეგ უფრო ჯობია ლაპარაკი, უფრო თავისუფლად ვილაპარაკებ. დიახ, და ანუ სხვა ხო, აი რამდენად იგეგმება თქო და ეს უკვე როგორც დამოუკიდებელი სოლისტი გეგმავთ, მაშინ ასე ვთქვათ, თუ უშუალოდ თეატრთან არის დაკავშირებული. ხო, ალბათ ჯერჯერობით ცალკე, ალბათ ხო თეატრისგან დამოუკიდებლად, ესე ვთქვათ. და რა ვიცი მოხარული ვიქნები თუ კი შემდგომი ესე ვთქვათ სტუმრობა იქნება დაკავშირებული საზღვარგარეთთან ჩემ მოღვაწეობაზე. შვენიერი. რამდენი ხანია ბათუმში არ გიმღერიათ? ბათუმში სპექტაკლი? ხო, საერთოდ კონცერტი. კონცერტი სულ ახახანს იყო, როდესაც ბათუმი გამოცხადდა კულტურის დედაქალაქად, მაშინ ვიმღერე. დიახ, ქეთოს არია შევასრულე მაშინ და პირველად როცა სპექტაკლი შევასრულე, აქ ჯერ კიდევ ბაკალავრის სტუდენტი გახდით, კარმენში შევასრულე ფრასკიტას როლი და მას შემდეგ ბათუმში არ შემისრულებია. გაქვთ ისე მომავალში გეგმაში? დაიდგმება საჩემო ხმის რაიმე სპექტაკლი და იქნება შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით მივიღებ მონაწილეობას. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად, იმისთვის, რომ ასეთი საინტერესო ცხოვრება გააგრძელეთ სტუდენტობის შემდეგ, გისურვებთ. თქვენთან ერთად, რომელსაც ყოველთვის იმ პერიოდს ვიხსენებ ძალიან თბილად და მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გავაგრძელებთ გადაცემას. ჩვენი სტუმარი იყო მარიანა ბერიძე, სოპრანო, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მოწვეული სოლისტი. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა ქართული თეატრი. ქართული თეატრის ისტორიაში წინა კვირა მე ვფიქრობ განსაკუთრებული იყო, რადგან მოხდა ძალიან ისეთი
საკმაოდ მძიმე ფაქტი, ბევრმა მსახიობმა დაწოტოვა ახალი თეატრი და ამის საპასუხოდ ანდრო ჭიჭინაძემ, რომელიც ახლა პატიმარია, ციხიდან გააკეთა განცხადება ამ თეატრის დატოვების შესახებ. ჩვენ შემდეგ კვირაში აუცილებლად ვისაუბრებთ ახალი თეატრის კონკრეტულ პრობლემებზე. ახლა კი ვაგრძელებთ გადაცემას და ვსაუბრობთ უკვე მიმდინარე დადგმებზე. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განხორციელდა ძალიან საინტერესო დადგმა, ეს გახლავს რეჟისორ თემო კუპრავას ტერორი. 2014 წელს დაწერილი ფერდინანდ ფონ შირახის პიესა ტერორი 2015 წლიდან მსოფლიოს 32 თეატრში დაიდგა ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველოში შემოვიდა ეს პიესა და მიიღო მაყურებელმა ძალიან თბილად, ძალიან დაინტერესდებით, ეხა მოსმენის შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დრამა გახლავთ სპექტაკლი ტერორი. თემო კუპრავაა ჩვენთან ერთად ეთერში. საღამომშვიდობის. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. გილოცავთ წარმატებულ პრემიერას, ულოცავ მთელ თეატრს და აუცილებლად მინდა გკითხოთ. მართლაც საინტერესო არჩევანია თავისი გადაწყვეტით, თავისი არაერთგვაროვანი ფინალით და მოულოდნელი დრამატურგიული სიტუაციებით. როგორ მიხვედით ამ პიესამდე? ეს პიესა ითარგმნა ბატონმა დავით კაკამაძემ თარგმნა და მოიტანა თეატრში. და მერე ბატონმა გოგი მარგველაშვილმა წამაკითხა ეს პიესა და რა თქმა უნდა მომეწონა ბევრი რამის გამო. და რა თქმა უნდა დავიწყე ამ პიესის დადგმა შევკრიბი ადამიანები და ძალიან რთული იყო პიესაზე მუშაობა, იმიტომ რომ პიესა ფაქტობრივად სასამართლოში ხდება მოქმედება და მოქმედება საერთოდ არ არის, ანუ ფაქტობრივად სხედან და საუბრობენ. ეს იყო ყველაზე რთული ალბათ ამ პიესაზე მუშაობის დროს, როგორ შეიძლება დაგვერღვია ის წესები, ისე რომ გამართლებულიყო ფიზიკური მოქმედება, რომ შეგვეცვალა და არ ყოფილიყო სტატიური ეს სპექტაკლი. ამან ძალიან ბევრი დრო წაიღო. იმდენად ტექსტზე მუშაობამ არა მიუხედავად რთული ტექსტია და აი სწორედ ეს მინდოდა მე თქვა ტექსტი იმდენად მძიმეა, იმდენად აღსაქმელად, იმდენად რთულია, რომ იქ აუცილებელი იქნება მაყურებლის მაქსიმალური კონცენტრაცია იმისათვის, რომ ფინალში როგორც მონაწილემ მიიღოს უკვე მონაწილეობა. აი როგორ მოხდა ამ ყველაფრის შეთავსება და რამდენად აი მე არ მინახავს სამწუხაროდ სპექტაკლი და ამიტომ ვსვამ ასეთი ტიპის კითხვებს. მსახიობებისთვის რა იყო სირთულე ტექსტის მიწოდების პრინციპი თუ აი სტატიურობა დინამიკაში თუ დინამიკა სტატიურობაში? აი ყველაზე რთული იყო გაგვემართლებინა პირობითად, აი ძალიან უხეშად რო ვთქვათ, მოსამართლე რატო ჩამოდის ქვემოთ და ელემენტარულად რატო მოძრაობს ფიზიკურად. და სხვა პერსონაჟები განსაკუთრებით მსჯავრდებული, რომელიც უნდა იჯდეს და ფაქტობრივად არ უნდა გაინძრეს. ანუ აი ფიზიკური მოქმედება იმდენად რთული იყო, რომ გაგვემართლებინა. ესა თუ ის მოქმედება, თუნდაც აი მოძრაობაც კი რატო უნდა მომხდარიყო, ამა თუ იმ პერსონაჟის ან რატო უნდა იმოქმედა, მას და დაგვერღვია ეს წესები, ამაზე არ ვიცი ლამის, აი და ძალიან ბევრს კამათობდით, მე რაღაც ჩემი ვერსიები მქონდა, მსახიობები, აი ამის გამართლება იყო ძალიან რთული. ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლება ეს სტატიკა ოდნავ მაინც არ ყოფილიყო სტატიური. ოდნავ. განსაკუთრებით მე როგორც წავიკითხე, თავარი გმირის პარტიის შემსრულებლისთვის, აი რაც თქვენ ბრძანეთ ახლა რომ უძრავად არის და უნდა გამოხატოს მაყურებელმა მის მიმართ გარკვეული გრძნობები, მოდით რამდენიმე სიტყვით ვთქვათ, უშუალოდ ამ გმირის სახე რაში მდგომარეობს, ეს ტრაგიზმი რაშია და სადამდე მიდის მისი აი რამდენად ამართლებს თვითონ თავის გადაწყვეტილებას. იცით რა არის? არის ერთი დილემა ცხოვრებაში ხშირად გვიწევს
ამ დილემის წინაშე ყოფნა ანდრო ახსენეთ ჭიჭინაზე და რა თქმა უნდა პარალელი არის ის რომ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღო როდესაც არავი ყველაფერი ხელს გიშლის იმაში რომ იმიტომ რომ როდესაც მარტო გტოვებენ და შენს მეტი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს არავინ და უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება აუცილებლად როგორი საზიანოც არ უნდა იყოს შენთვის იმ მომენტში ან თუნდაც მომავალში. თემო, იცით რა არის საინტერესო, ჩვენ თუ არ ვთქვით ძალიან მოკლედ რა ხდება ესეთი მოკლედ პიესის კონტენტი, რაზეა საუბარი, კარლოხის დანაშაული რაშია და არის თუ არა ეს დანაშაული, მოკლედ განუმარტოთ მაყურებელს. იცით რა არის დანაშაული, რა თქმა უნდა, თავიდანვე პიესა იწყება, რომ მან დახოცა 164 ადამიანი. მაგრამ რატო დახოცა? როგორ დახოცა, რა უნდა გაეკეთებია სხვა, რომ ეს დანაშაული მას არ ჩაედინა და რის ხარჯზე ჩაიდინა ეს დანაშაული. აი, მთავარი კითხვა არის, შეიძლება თუ არა მე აღმოჩნდა ესეთ სიტუაციაში, როდესაც დავხოცო 164 ადამიანი და ვიყო მართალი. და გადავარჩინო 700.000. და გადავარჩინო 700.000, 70.000 ადამიანი, ოღონდ როგორ გადავარჩინო, რა სიტუაციაში შეიძლება და თუ არა ამ გადაწყვეტილების შეცვლა რაღაც თუ არა შანსი დაუშვათ იმის რომ ორივე გადარჩებოდა. და ყველაზე რთული იყო ის, რომ ადამიანი რჩება მარტო. ადამიანი რჩება მარტო და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს და მეტმა არავინ. ანუ ძალიან რთულია თუნდაც აი როგორ გითხრათ ხო თქვენ ახსენეთ რომ მსახიობები წავიდნენ თეატრიდან ის მსახიობები ამ გადაწყვეტილებას სანამ მიიღებდნენ მარტო დარჩნენ საკუთარ თავთან მათ მარტო მიიღეს ეს გადაწყვეტილება და პარალელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ადამიანს უბრალოდ იმ მომენტში თulis რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს ანუ ეს არის მნიშვნელოვანი თუმცა მას ეუბნებიან რომ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს ხო, ყველა ეუბნება რომ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, ოღონდ გადაწყვეტილება არ შეიძლება რომ არ მიიღოს. ანუ ამას გულისხმობ. აი, თუნდაც ამ დროზე და დანარჩენებზე უბრალოდ ახსენეთ და იმიტომ პარალელს ვავლებ. უნდა მიიღო, ოღონდ ყველა გეუბნება ყველაფერი სახელმწიფო, მეგობრები, რაღაცა კატეგორია, კოლეგები რომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ლარს კოხიც მარტო კოლეგებს ესაუბრებოდა იმ მომენტში. მეტი მასთან კონტაქტი არავის არ ქონდა და ყველა ეუბნებოდა რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, მაგრამ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ის თვლიდა რომ თვითმფრინავი ჩამოვარდება იქ, სადაც იმიტომ რომ თვითმფრინავი ჩამოვარდება იქ. ამიტომ ჩემთვის გმირი ლარს კოხი არის ერთადერთი რამის გამო. იმიტომ არა რომ მან ადამიანები გადაარჩინა, ან იმიტომ არა რომ მან მიიღო ანუ გადაწყვეტილების მიღება უკვე არის გმირობა. დღევანდელ სამყაროში ადამიანებს ვისაც შეუძლიათ რომ გადაწყვეტილებები მიიღონ და პასუხისგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და სხვა ადამიანების ბედზე, ეს უკვე გმირობაა. თუმცა ბუნებრივია ასე ვერ იფიქრებდა იმ ადამიანების ახლობლები ვერ იფიქრებდნენ, ვინც იმ დროს თვითმფრინავში იყო და ეს ასეთი საშინელი დილემის წინაშე, აი მე რო წავიკითხე გამოხმაურებების სპექტაკლზე, ძალიან ესეთი მძიმე განცდა მქონდა მთელი დღის განმავლობაში და წარმომიდგენია სპექტაკლის ყურების დროს ეს რა რთული რამ არის და ეხლა სხვა კითხვა მინდა დავსვა, როგორ ორი სპექტაკლი იყო ხო ჯერ? და არა, სამჯერ ვიტამაშეთ. რა მაინტერესებს? ნუ ჩაბარებია და 4, ნუ გენერალ. მაყურებელზე ვითამაშეთ 4. აი ეგ მინდა ვიკითხო, მაყურებლის გადაწყვეტილება ერთნაირი იყო ყოველთვის? 4-ვეჯერ გაამართლეს. 4-ვეჯერ გაამართლეს. თან დიდი უპირატესობით. და მაინტერესებს კიდევ ხო არა გაქვთ ინფორმაცია სხვა ქვეყნებში დადგმული სპექტაკლების დროს როგორ ხდება ეს ფინალი როგორ? სხვა ქვეყნების ყველაზე უცნაური არის იაპონიაში. იაპონიაში ყველა ამტყუნებს, აი ფაქტობრივად არის 60-40-ზე ამტყუნებენ. დანარჩენ ქვეყნებში უბრალოდ შესწორებას გებოდი შენიშნასავით არ მიყოთ პირიქით კარგს 32 ქვეყანაში დაიდგა და 125 თეატრში. მე 132 თეატრი. ხო, ბოდიში არა, რას ამბობ, მადლობა, რას ამბობ პირიქით. პირიქით, ანუ კარგი რაღაც უფრო დიდი მასშტაბშია 32 ქვეყანა უკვე
ძალიან ბევრს ნიშნავს. და რასაკვირველია. ჩვენ ვართ 33 თუ 32. და ფინალი მაინტერესებს კიდევ მაყურებელი გამოხატავს ამას წერილობით ფურცლები არა, ბარათებს წერენ. ბარათებს წითელი და თეთრი ბარათია და მე დიახ. ხელოვნური ინტელექტი ითვლის ფოტოს ვიღებთ და მე ითვლის ხელოვნური ინტელექტი. ნუ ცოტა რთულად არის, იმიტომ რომ ცოტა ხელოვნური ინტელექტიც უნდა დაიხვეწოს ისიც სწავლობს ჯერჯერობით, ანუ აღქმას გულის ლოკაციის. რასაკვირველია. და იგეგმება კიდევ ეს სპექტაკლები, ხო? კი, როგორ არა, ჩანიშნულია 4-5-12 და გაყიდულია უკვე 80% ბილეთის და ნუ მთავარი მაყურებელს დაინტერესდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის პარალელი ისევ ფინალში მაყურებელი რჩება მარტო საკუთარ გადაწყვეტილებასთან. მაყურებელმა გადაწყვეტილება უნდა აი როგორც ლარს კოხი იღებს გადაწყვეტილებას სრულიად დამოუკიდებლად და არავინ მას არ ეხმარება ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ისევე არის მაყურებელი. ან ფაქტობრივად მაყურებელი აღმოჩნდება ლარს კოხის მდგომარეობაში. ოღონდ ნუ რა თქმა უნდა იმ მასშტაბში და იმ ტრაგიზმში, იმ ხარისხში არა ბუნებრივია. და ძალიან კარგად თვითონ გადაწყვეტილებას მაყურებელი. იმიტომ რომ აი სწორედ მიწოდების ხარისხი განსაზღვრავს უკვე იმ ფაქტს, რომ მაყურებელი აღმოჩნდება მთავარი გმირის პოზიციაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი დადგმამ გაამართლა ძალიან სერიოზულად და გილოცავთ. დიდი მადლობა თქვენ და მადლობა რომ რაც თქმაც გინდოდა ყველაფერი. თუ რამის დამატება გინდათ, გისმენთ. ხო, უბრალოდ მოდით და გელოდებით სპექტაკლზე ეს ესეთი ტრადიციული ის არის. მართლა ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. მართლა მაინტერესებს უცხოელად ოდესმე რომელიმე სპექტაკლზე გადაწყვეტილება იქნება თუ არა სხვანაირი, აი უბრალოდ აი უკაცრავად სპორტული ინტერესიც კი გვაქვს მსახიობებსაც აინტერესებთ, რომ ვინმე გაამტყუნებს თუ არა ერთ დღეს ამ ადამიანს. ძალიან ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანი, რომელიც ადევნებს თვალს, როგორ მიფრინავს თვითფრინავი ტერორისტების გატაცებული და ეს თვითფრინავი უნდა ჩამოაგდონ იქ, სადაც 70,000 მაყურებელია სტადიონზე და სწორედ მაშინ მიიღებს ლარს ლოხი გადაწყვეტილებას და ჩამოაგდებს ამ ბევრი კითხვებია მაინც აი ზუსტად იყო, აი შეიძლება კიდე იყო დრო დარჩენილი და აი ბოლო მომენტში შეიძლება რაღაცა შეცვლილი იყო. ამაზეც არის პიესაში ძალიან კარგად ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია პროკურორის მხრიდან. აი იქნებ აი კიდე რომ 5 წამი ან 10 წამი მოეცა და იქნებ რამე შეცვლილი იყო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიესაში, დიდი სცენა ამასთან დაკავშირებით ამ ფაქტზე. და მე კიდე მოწმე მოდის და ისიც ამაზე საუბრობს. მაინც მნიშვნელოვანი, აი კიდე აი ეგაა მაყურებლის დილემა, რომ ანუ ქონდა თუ აი მაგიტო ამბობ ლარს კოხის მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდნენ, აი თვითონ აი როდის ჩამოაგდებდნენ, ან ჩამოაგდებდნენ თუ არა, ან იმედი ექნება, მაგალითად ერთი მოწმე ამბობს, მე მქონდა სასწაულის იმედი ბოლო მომენტამდე. ერთი პერსონაჟი იძახის მოწმე. აი მაყურებელსაც ეს სასწაულის იმედი დაუჩნდება თუ არა და იფიქრებს თუ არა, რომ იყო კიდე დრო. დიახ, ეს კითხვაა, რომელსაც პასუხი სამწუხაროდ არ აქვს. არა, პასუხი ხო ეგ არის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა, თემო. მადლობა თქვენ. გილოცავთ წარმატებები მომავალში, თემო კუპრავა, რეჟისორი გახდათ ჩვენი სტუმარი, ახლა დავბრუნდით უკვე სტუდიაში, ვაგრძელებთ გადაცემას, სულ ახლახან პარიზიდან დაბრუნდა მხატვრების ჯგუფი, სადაც საინტერესო გამოფენა იყო და ბევრი სტუმარი ყავს, მე ზუსტად იმიტომ განმარტე პიესის შინაარსი, მივხვდი რომ დაინტერესება იყო რა ხდება ამ პიესაში. ასეთი ჩვენი სტუმრები არიან აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე, მხატვრები ნათია ხუციშვილი და იოსებ ჯორბენაძე. საღამომშვიდობის მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა, ცოტა მძიმე თემა იყო ისეთი, მართლა დამაფიქრებელი, მაგრამ მოდით ახლა გადავიდეთ ამ ამბავზე. რა ხდებოდა პარიზში? პარიზში 12-15 თებერვალს გაიმართა საერთაშორისო გამოფენა არტ კაპიტალი. ამ შულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 5 მხატვარმა, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ გამოფენაში ჩვენი მხატვრების მონაწილეობის ინიციატივა ეკუთვნის საჯარის კულტურის მინისტრს ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს
რა თქმა უნდა, ეს ამ გამოფენაში საორგანიზაციო საკითხებში მხარს გვიჭერდა აქტიურად აჭარის კულტურის სამინისტრო და ჩვენს გაუწიათ ორგანიზება აი ამ ყველაფერს, რომ ჩვენი მხატვრები, რომლებმაც კონკურსი გაიარეს რეალურად, გამარჯვებულად გამოცხადდნენ, მიიღოთ მონაწილეობა და წასულიყვნენ აი ამ გამოფენაზე. ვინ იყო გარდა ნათიასა და იოსების, რომ ჩამოვთვალოთ, კი, იყო რომა ყაჭეიშვილი გახდათ ბექა ტაბახუა და სერგი სულაპერიძე. ესენი არიან ახალგაზრდები 35 წლამდე. ერთ-ერთი კრიტერიუმი კონკურსის გახდათ აჭარის მუზეუმის, აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მათი პერსონალური გამოფენები, რომლებიც განხორციელდა 2021 წლიდან 25 წლამდე. და მინდა გითხრათ, რომ გამოფენამ და ნამუშევრებმა, რომლებიც იქ ქონდა გამოფენილი, საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრეს და მოწონება დაიმსახურეს. დიახ, აი ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ერთი წლის არა ბოლო 7 თვის განმავლობაში ორი გამოფენა, ერთი გახდათ ლუვრი და მეორე პარიზში, საფრანგეთში არტ კაპიტალი, რომელიც გაიმართა გრან-პალეს გრანდიოზულ დარბაზში. მოკეთ ძალიან ამაღელვებელი და რა ვიცი, ესეთი ღონისძიება იყო, სადაც ყველა გრძნობდა თავს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით პირველ რიგში, მე მგონი მხატვრებს ეს ნამდვილად ეტყობოდათ და აგრეთვე ძალიან გახარებულები იყვნენ ისინი. გადავიდეთ მხატვრებზე და რა შეგრძნებები და რა განცდები წამოყვათ და რა განცდით წახვედით? ნათია დაიწყებს. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც ახსენა ქალბატონმა თეონამ, ეს მოხდა კონკურსის წესით და პირველი სიხარული და ემოცია, რაც მოგვიტანა, იყო ეს სწორედ კონკურსში გამარჯვება. რა თქმა უნდა, მოლოდინები ყოველთვის გაქვს დადებითის და პოზიტივით ხარ სავსე, თუმცა დარწმუნებული ვერ იქნები, გარამდენად გაიმარჯვებ თუ არა, როდესაც მით უმეტეს ასეთი საერთაშორისო გამოფენა გელოდება თანსად ქალაქ პარიზში და პირველი დიდი სიხარული, რა თქმა უნდა, იყო ეს კონკურსში გამარჯვება, ჩვენი სახელები რო გამოცხადდა, ეს იყო უდიდესი სიხარული. და რაც შეეხება გამოფენას, უშუალოდ იქ ვიყავით, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ნამუშევრები, ეს იყო რაღაც საოცარი ემოცია. ჯერ თავდაპირველად, როდესაც შედიხართ იმ ხელა საგამოფენო სივრცეში, აი დამეთანხმებიან, რომ საოცარი სივრცეა, ძალიან გრანდიოზული და ემოციებს ვერ იტევს გული, ისეთი ემოციები გქონდა. დიახ, რაც შეეხება თვითონ გამოფენას, უამრავი ხალხი იყო, უამრავი დამთვალიერებელი იყო. როგორც ცნობილი გახდა შემდგომში 53,000 ვიზიტორი იყო 3-4 დღის განმავლობაში და ძალიან დადებით ემოციებს ვიღებდით მხატვრები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემფასებელი გამოჩნდა ჩვენი. ესენი იყვნენ ჩვეულებრივ გალერისტები თუ ხელოვნებაცოდნეები თუ ასე შემდეგ და ძალიან დიდი სიამოვნება და ძალიან დიდი იმედებით ჩამოვედით. დამოკიდებულება და შეფასება ცოტა განსხვავებულია, ესეთი ძალიან პირდაპირი ყოველთვის. კი. თან განსაკუთრებით, როდესაც საზღვარგარეთ გაქვს შენი ნამუშევრები გამოფენილი და რაღაცნაირად შენი ნამუშევრები აღარ ქვია, რაღაც უკვე გადის. გარკვეულწილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც კი არის და რასაკვირველია, უდიდესი ემოციები ჩამოვიტანეთ აქაც. ახლა მაინტერესებს street art-ი როგორ დაეტია, როგორ შევიდა დახურულ სივრცეში. მოგესალმებით, პირველ რიგში მე ძალიან მიხარია, რომ სამ მშვენიერს ქალბატონთან ერთად მიწევს იმ სიაღმატებულ საკითხებზე საუბარი, რაც არაერთხელ განგვიხილავთ ცალ-ცალკეც და ერთადაც და აღნიშნავდი, რომ საერთოდ street art-ის შეჯამება ამ გადაცემაში ცალკეულად ხდება ძალიან სწორ დროს და სწორ მომენტში. ჩვენ გამოცდილება მივიღეთ უკვე ბოლო რამდენიმე თითქმის 10 წელსაც ითვლის ის street art-ი, რასაც ჩემი მარჯვენა და მარცხენა ქმნის, ასეც რო ვთქვათ. და ხშირად საუბრობთ აქ. ძალიან თავისუფალი. თან შეჯამების მომენტში ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ აჭარის მუზეუმებს მაგალითად აქვს ის სისტემა აწყობილი, ისევე როგორც კულტურის სამინისტროს, რომელიც ემსახურება თანამედროვე ექსპრესიებს, ემსახურება ახალგაზრდულ იმ ინიციატივებს, რომლებიც
ფაქტობრივად ვიღაცისთვის და ბევრისთვის ძალიან შეიძლება იყოს მიუღებელიც კი. მე ძალიან ბევრი დახურული კარი მინახავს ჩემს ახალგაზრდულ ცხოვრებაში, მაგრამ მინახავს ეს უარი როგორ გადაქცეულა კი. რა თქმა უნდა. ცოვანი ადამიანი მე მინდოდა მეთქვა, რომ ის გამარჯვება, რაც ცალკეულად ეგოისტურად რო ვთქვა, არ მიწკინოს ნათიამ street arts ცალკეულად აქვს ცალკე გამარჯვებები ამით, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად შევედით გალერეაში, ჩვენ შევაღეთ კარი იმ ეგრეთ წოდებული დოგმებისა და ძველი წესებისა, რომლებიც თითქოს ერთი შეხედვით საქართველოში და ჩვენს რეგიონში უნდა ყოფილიყო სხვა კუთხიდან დასანახი. ეს შეძლო street art-მა. ეს შეძლო ჩვენმა მეგობრობამ და ერთიანმა დამოკიდებულებამ, რომ რაღაც მივიღოთ ისეთი შემოქმედებითი, რასაც საბოლოო ჯამში ყველანი ერთად მოვემსახურებით. ეს არის ზუსტად ის ალეგორია, რომ ჩვენ ერთნავში ვსხედვართ და ვემსახურებით იმ ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს ახლა, იმიტომ რომ ზუსტად ეს ორი მიმართულება აბსოლუტურად თითქოს ერთი შეხედვით მიუღებელი ისეთ ჩვეულებრივ აკადემიურ მხატვრობაში ზოგადად და მხატვრების მხრიდანაც მე მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრები როგორი წინააღმდეგობები იყო და ამ შემთხვევაში როცა ეს ყველაფერი შედის უკვე ასეთ მნიშვნელოვან ნაკრებში და აბსოლუტურად სხვა ხედვა ჩდება. აი ეს მაინტერესებს ზუსტად. როგორია გალერეა ამ მიმართულებით. გალერეა სად ვიგრძნობდით თავს უკეთეს? არ განსხვავდება ქუჩისგან, მე ესე ვიტყოდი თუ არ ვიწყეს მუზეუმები თვითონ, იმიტომ რომ ქუჩა ჩემთვის და ისევე როგორც ბევრი ჩვენგანისთვის იყო გალერეა და არის გალერეა და რჩება და 10,000-ობით კვადრატული მეტრი არის მოხატული, რომელიც ამშვენებს ამ ყველაფერს და მე ვიტყოდი რომ ის მიმღებლობა, რომელიც გააჩნია აკადემიურ სივრცეს, ეს თავიდანვე, ოდითგანვე იდო მასში და რაც უფრო ახალი ბევრი პროექტი კეთდება ასე მასშტაბს მორგებული, მე ვიტყოდი რომ სწორედ იმ საწყისებს პასუხობს ამით ნებისმიერი დაწესებულება, როდესაც რაღაც ინოვაციურს იღებს. ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილება გვაქვს ცალკეული ინდივიდუალური, როდესაც თვითონ მხატვრები სახელგვარების გარეშე, რა თქმა უნდა, არის შიშით განწყობილი სიახლისკენ. ეს ჩვენს გვაქვს გამოცდილი როგორც მხატვრებს და საკუთარი თავიც კი გაშინებს ხან, მაგრამ ხوار შეგზღუდავთ ეს მომავალში? ვერანაირად, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა, აბსოლუტურად ყველა მოჯახუნებული კარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ჩვენი მიზეზია და მიზანი რომ გადავაქციოთ კით, იმიტომ რომ ერთობაში შევდივართ ჩვენ მადლიერების უდიდესი განცდა გეუფლება ამ დროს და განვლილ გზას ხედავ აფასებ რომ გაიარე. და ერთი შეკითხვა როგორ გადავედი პირდაპირ ზოზოსთან დიალოგში, დამწყები street art-ელები როგორ შეხედავენ ამ პოზიციებს? ოღონდ მართლა გულწრფელად მაინტერესებს. მე მახსოვს და ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც მე ბენდენა აკრულის დავრბოდი და ეგრეთ სხვატავდი და აქედან დაიწყო ეს ყველაფერი და დღეს ქუჩის მხატვრობის აკადემია არსებობს, სწორედ ის სახელი, რითაც ჩვენ პირველი გამოფენა გავაკეთეთ ჩვენს გალერეაში და ამან ძალიან დიდი შედეგი მოგვიტანა. მე ვიტყოდი რომ ის ხალხი, ის ახალგაზრდები, ვინც ერთიანდება საერთოდ ამ სისტემაში ქუჩის მხატვრობის აკადემიაში, ფაქტობრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ ერთობლივად და ის სამომავლო ფესტივალები თუ პროექტები, რომლებიც ემსახურება აკადემიურ განვითარებას, თავის წილ შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ის რომ ჩვენ იქ სხვადასხვა ჟანრის წარმომადგენლები წარგვადგინეს და გარდა იმისა რომ ჩვენ კონკურსში გავიმარჯვეთ, ჩვენი ასეთი ეიფორია წამოვიდა წინა პლანზე, ჩვენ იქ ვიყავით გრაფიკოსები, ხელოვანები, აბსოლუტურად კერამიკოსები, სხვადასხვა ჟანრის მიმართულება გაერთიანდა პარიზში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის როგორც ბათუმელებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ აქ ერთმანეთს ვიცნობდით, მაგრამ ვიცნობდით სხვა პერსპექტივით და იქ ერთმანეთი და ერთიანობა წარმოვაჩინეთ და გავაცანით საზოგადოებას სრულიად სხვანაირად. მინდა თეონასთან გადავიდე შეკითხვით. აი ამ ესე ვთქვათ, ერთი შეხედვით ჭრელ სივრცეში არა, აი ჭრელი თემატიკა, რომელიც იყო წარმოდგენილი სტილისტურად, როგორ შეხვდა პარიზის დამთვალიერებელი. აი სწორედ მიზანიც ეს იყო, რომ ეს იჭრელე წარმოგვედგინა ჩვენ იქ. სიმართლე გითხრათ, ახლა იოსებმა რაც მოყვა, რა თქმა უნდა, ახლა კულისებს აღარ მოვყვები დეტალებს, მაგრამ თავდაპირველად, როდესაც ჩაინიშნა თუნდაც street art-ის გამოფენა სამუზეუმო სივრცეში, ეს რა თქმა უნდა, იყო გარკვეულწილად კრიტიკის საგანი ნაწილობრივ. მე მესმოდა იმ პერიოდში აი ეს კრიტიკა
თუმცა ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი და ამ მიზნისკენ მივისწრაფვით, რომ მუზეუმი ეს გახლავთ საზოგადოებრივი დაწესებულება, საზოგადოებისთვის შექმნილი დაწესებულება და ყველა ნიჭიერ ადამიანს, ჩემი აზრით და ჩვენი აზრით, ჩვენი გუნდის აზრით, ფართოდ უნდა გაუღოთ კარი. მით უმეტეს ეს ყველაფერი გარკვეული წლების შემდეგ მემკვიდრეობა გახდება. ეს დარწმუნებული ვარ და ალბათ იოსები იტყვის, რომ ეს ნაბიჯი მაგალითად მისი პერსონალური გამოფენის სახით და თუნდაც ნათიას პერსონალური გამოფენის სახით, რაც მისცა საშუალება მუზეუმმა ამ ადამიანებს, რომ წარმოეჩინათ თავიანთი ნამუშევრები, პირველ რიგში თავისი ქალაქის ვიზიტორთათვის, ხო? დარწმუნებული ვარ, იყო გარკვეულწილად მოტივაცია, რომ შემდგომ უფრო დიდი შემოქმედებითი წვა ჰქონოდათ. სწორედ აი ეს გამოფენაც ეს გამოფენაც და ამ გამოფენაში 35 წლამდე ახალგაზრდების მონაწილეობის მიღება ემსახურება იმას, რომ თავიანთი პროფესიული ზრდის საწყის ეტაპზე, კარიერის საწყის ეტაპზე ჩვენ კიდევ ერთხელ მივცეთ მოტივაცია მათ უფრო მეტად დაიხარჯნონ მომავალში და უფრო საინტერესო შემოქმედებითი წვა ჰქონდეთ. სხვათა შორის ეს მიზანი და ეს ინიციატივა, რომელიც როგორც გითხარით, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის, აუცილებლად გაგრძელდება არა მარტო ახალგაზრდებთან მიმართებაში, არამედ სხვა მხატვრებთან მიმართებაში. ველოდებით აუცილებლად ეს იქნება. არა გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის გაქვთ ეს მიმღებლობა და ყოველთვის მოდიხართ და უზიარებთ მაყურებელს იმას, რაც ხდება, ასე რომ უახლოეს ხანებში კიდევ შევხვდებით და უშუალოდ მუზეუმების შესახებ ალბათ დაგვჭირდება კიდე საუბარი, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რამ მოხდა და ცოტა მიღმა დაგვრჩა. ძალიან დიდი მადლობა ხალხო, წარმატებებს გისურვებთ და ძალიან საინტერესო მართლაც, აი რაც ითქვა street artis არტთან მიმართებაში, ეს ამბავი და მე მგონი ცოტა ცალკე საუბარიც საინტერესო იქნება უახლოეს პერიოდში აუცილებლად შევხვდებით. ჩვენი სტუმრები იყვნენ აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე, მხატვრები ნათია ხუციშვილი და იოსებ ჯორბენაძე. მე ამით გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე და გტოვებთ უკვდავ საიდუმლო სერობასთან ერთად, რომელსაც ახლა ანა ვაშაყბაძე წარმოგიდგენთ. საიდუმლო სერობა. ცნობილი ფრესკა, რომელიც იტალიელმა მხატვარმა ლეონარდო და ვინჩიმ დახატა და სანტა მარია დელე გრაცია. ტაძარი, სადაც საიდუმლო სერობის ნახვაა შესაძლებელი. დომინიკანური მონასტრის მოქმედი ეკლესია მილანის ცენტრში მდებარეობს და ის მე-15 საუკუნით თარიღდება. მისი ისტორია 1460 წლიდან დაიწყო, როდესაც გრაფმა ვიმერკატიმ დომინიკელების ორდენს მიწა აჩუქა და მათ ადგილას საკუთარი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს. თავდაპირველად მშენებლობას სათავეში არქიტექტორი გვინიფორტე სოლარი ჩაუდგა, რომელმაც მონასტერი დააპროექტა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მე-15 საუკუნის მიწურულს მილანის ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ გადაწყვიტა ეკლესიას სფორცების ოჯახის სამარხად ექცია. სწორედ აქ დაკრძალეს თავისი 22 წლის გარდაცვლილი მეუღლე ბეატრიჩი. ეკლესიის სამარხად გადაკეთებისთვის ჰერცოგმა არქიტექტორი დონატო ბრამანტე მოიწვია, რომელმაც მთლიანად შეცვალა არქიტექტურა. გადააკეთა დეტალები, ტაძრის გუმბათი, მთავარი ტრიბუნა კი რენესანსის სტილში დააპროექტა. მონასტრის სატრაპეზო კედელზე ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობაა გამოსახული. მხატვარის სწორედ ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ მიიწვია მილანში სამუშაოდ. ფრესკა ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელ ვახშამს ასახავს. ფრესკის დახატვის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა. მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით, ბოროტება კი იუდას სახით. არსებობს ლეგენდა, თუ როგორ მიაგნო მხატვარმა მათ. ერთხელ ის ეკლესიის გუნდის გამოსვლას დაესწრო და ერთ-ერთ მომღერალში იესოს სახე დაინახა. მან ყმაწვილი თავის სახელოსნოში მიიწვია და ჩანახატები გააკეთა. 3 წელიწადში და ვინჩიმ ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ახლა სხვა პრობლემების წინაშე დადგა.
ლეონარდოს მხოლოდ იუდას შესაფერისი მოდელისთვის ვერ მიეგნო. ლეონარდო დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და დიდი ხნის ძიების შემდეგ ერთი მთვრალი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, რომელიც მისმა თანაშემწეებმა ტაძარში გადაიყვანეს. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, კაცი გონზე მოვიდა და როგორც კი ნახაც თვალი მოკრა, აღმოჩნდა, რომ მას ეს უკვე ნანახი ჰქონდა. იუდა სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა, რომლის სახის მოყვანილობაც ლეონარდო და ვინჩიმ 3 წლის წინ იესოს დასახადად გამოიყენა. ტაძარში ასევეა სხვადასხვა ცნობილი ოსტატის მიერ შექმნილი ფრესკები. სანტა მარია დელე გრაცია მეორე მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. 1943 წლის 15 აგვისტოს ეკლესია და მონასტერი ბრიტანული და ამერიკული ავიაციის მიერ დაიბომბა. დაინგრა კომპლექსის უდიდესი ნაწილი, მაგრამ ზოგიერთ გადარჩენილ კედელს შორის ის კედელიც იყო, რომელზეც და ვინჩის საიდუმლო სორებაა გამოსახული. ფრესკის გადარჩენის მიზნით კედელი დაბომბამდე ქვიშის სტომრებით დაეფარათ. სანტა მარია დელე გრაციის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა, მაგრამ სატრაპეზოში მოსახვედრად ბილეთის შეძენაა საჭირო. მონასტერი მილანში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მოსანახულებლად და მას ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.